მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას. წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი პენ-მარათონი. ამ პენ-მარათონში მონაწილეობას იღებენ მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. პენ-მარათონი ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ირჩევა კლასებში შიდა გამარჯვებულები, ამის მერე გადადიან მეორე ეტაპზე, სადაც უკვე გამოვლინდება კომპეტენტური ჟურის მიერ გამარჯვებული მოწაფეები. რაოდენობა არასდროს არის შეზღუდული და ეს კიდევ უფრო სერიოზული მოტივაცია მოსწავლეებისთვის. წელსაც ასეთი ტიპის შეჯიბრება იყო, რომ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები რეალურად მეორე ეტაპზე თანატოლ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. გამარჯვებულები იყვნენ როგორც მე-7 კლასელები, ისე მე-9-10 კლასელები და სკოლამ დააჯილდოვა ისინი ფასიანი საჩუქრებით. ამან კიდევ ერთ საინტერესო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი, აქამდე თუ მხოლოდ პენ-მარათონის კრებული გამოდიოდა, ახლა ვფიქრობთ, რომ საერთოდ შემოქმედებითი ალმანახი გამოიცეს სკოლის მიერ, თუნდაც ელექტრონული ვერსია, სადაც შემოქმედებითი ადამიანები ჩაერთვებიან ყველა კლასიდან და ეს მოტივაცია იქნება როგორც წიგნიერების კუთხით, ისევე შემოქმედებითი კუთხით ნებისმიერი ბავშვისთვის. სულ რამდენიმე ხაზით შეძლო ამის გადმოცემა. ამბავი იყო ლაკონური, იკითხებოდა როგორც სულთუხად, როგორც ბავშვობაში მოსმენების გარდა. ერთი ამოს. ზოგჯერ ვინმეც დაშავებულა, ან კიდევ რამე გაკეხილა. მომავალი არ არსებობს, დრო ილუზია, ხოლო მიზეზი თავის მოტყუება. ავტორმა ამდენი რამის თქმა მოახერხა.